ეს არის მოყვანილი მანქანა, სადაც აი სისხლის კვალი ამ დრომდე არის. ნახეთ, ქვემოთ სისხლი ამ დრომდე არის, ხო? ბიჭი და 20 თუ რა ხდება, კაცო, გავიდეთ გარეთ. სამოთ. მოიღებთ მეტი, ხო გითხარით? ისვანდილ გულიევის დალუქული მანქანა ახლა დმანისის პოლიციის სამმართველო სადგომზეა. ეს ის მანქანაა, რომლითაც ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა ცხედარი პოლიციაში მიიტანა. 55 წლის კაცმა ცოლი დანით მოკლა. შემდეგ ცხედარი მანქანაში ჩადო და პოლიციასთან მიიტანა. მანქანით ჩაიყვანა მიცვალებული პოლიციაში, დმანისის სამმართველოში მივიდა და უთხრა დამაპატიმრეთო. არც ექიმებისთვის მიუმართავს და არსად არ დაურეკავს. თვითონვე მიიყვანა პოლიციაში გარდაცვლილი. 42 წლის ქალი პროფესიით მასწავლებელი იყო. ელნარა ალიევამ პედაგოგიური ინსტიტუტი ბაქოში დაამთავრა და საქართველოში საცხოვრებლად წამოვიდა. ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში იყო. სამი შვილის დედას ბოლო კონფლიქტის დროს ქმარმა სამზარეულოს დანა ჩაარტყა. ღრმა ჭრილობა ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ამან წაიღო სკოლაში წავიდა. მერე აი ჩემი გოგოს, ჩემი დას გოგო მოკდა ეგრე გაგვშე, მერე მანქანაში დაიძა, დმანისში წაიღე. ჩვენ რომ მივედით შემთხვევის ადგილზე, მთელი სახლი სისხლში იყო. ამის შემდეგ პოლიცია მოვიდა და შიგნით არავინ აღარ შემოუშვა. არ დაურეკავს პოლიციაში და არც სასწრაფოში. როგორც კი დანა დაარტყა მეზობლისთვის უთქვამს, მოდით ნახეთ მოკვდა თუ ცოცხალიაო. ცოცხალი იყო. წაიყვანეს მანქანით და რომ გარდაიცვალა, პირდაპირ მიიყვანეს პოლიციაში. სისხლდენით გარდაიცვალა. როგორც ჩანს, შეეძლო დახმარება, როდესაც დაჭრა. ელოდებოდა მის გარდაცვალებას, რომ საყვარელის სახლში მიეყვანა და მასთან ერთად ეცხოვრა. ყველაფერი 27 იანვარს, დილის 10 საათზე, ზემო ყარაბულახში მოხდა. ელნარა ალიევამ 2 მცირეწლოვანი სკოლაში გააცილა. სახლში დაბრუნდა და მესამე შვილის საუზმის მომზადება დაიწყო. რა დროსაც ქმარმა მასზე იწალადა. გარდაცვლილის ბიძა გვიყვება, რომ ქმარი მას წლების განმავლობაში ღალატობდა. სამი შვილის დედა სახლიდან ბავშვების წამოყვანას და დამოუკიდებლად მათ აღზრდას ფიქრობდა. თუმცა გულიევი მის დიშულს ემუქრებოდა. ყოველდღე სახლში ჩუბუიყო, ყოველდღე. რა ვიცი, გიძახენ მაგის მეორე გოგო იყო. აი ამ გოგო გითხრა ბიჭო, ეგრე არ შეიძლება მესენი ცოლია ვარ, ხო? რატომ მეორე გოგო მოიყარი შენ? აი ეგრე მაგის ჩუბუიყო, ყოველდღე სახლში ჩუბუიყო. ჩუბუიყო, შენ მე მოუკლავს, ერა როცა გინდა შენ მოუკლავს ეგრე. ელნარამ შენიშნა, რომ მისმა ქმარმა მეზობელ ქალთან გააბა რომანი. ეს მისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ამიტომ ქმარს უთხრა, რომ ბავშვებთან ერთად წავიდოდა სახლიდან, მაგრამ ეს მასზე სასტიკი ძალადობის საფუძველი გახდა. ქალის სიკვდილის შემდეგ სოფელი ალაპარაკდა, რომ სამი შვილის დედა სისტემური ძალადობის მსხვერპლი იყო. ქმარი ხანს სცემდა, ხანს სახლიდან აგდებდა და ბავშვების ნახვას უკრძალავდა. იყო შემთხვევა, როდესაც ნაცემი ქალი ფეხში შველი მეზობლებთან გარბოდა, რომ დამალულიყო. ყოველთვის ურტყამდა და ძალადობდა ჩემ შვილიშვილზე. იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვების წართვა და აუკრძალა მათთან კავშირი. ჩემი შვილიშვილი რამდენჯერმე მეზობლებთან დაიმალა. ის მუდმივად სტრესში იყო და ეშინოდა ქმრის. ქმარი სულ ემუქრებოდა, რომ მოკლავდა. მამიდისთვისაც აქვს ერთხელ ნათქვამი ამის შესახებ. ეს ჯოჯოხეთი ამ სოფელში წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მსხვერპლზე ყველა წუხდა, თუმცა პრინციპით სხვის საქმეში ვერ ჩავერევით, ხმას არავინ იღებდა. 2 წლის წინ ელნარა ალიევას ქმარმა თავში მეტალის ბლაგვის საგანი ჩაარტყა, რა დროსაც ქალს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. ერთხელ ავტომობილის ნაწილი რკინის ბლაგვის საგანიც კი ჩაარტყა სახეში. ეს ფაქტი სადღაც 2 წლის წინ მოხდა. ელნარამ მოითმინა ყველა ტკივილი და დამცირება. ამბობდა, რომ ქმართან ბავშვების გამორჩებოდა. იტანდა ყველაფერს, დამცირებას, ძალადობას და შეურაცხყოფას. ქმარი ეუბნებოდა, რომ თუ სადმე წავიდოდა, მოძებნიდა და მოკლავდა. ელნარას მისი პანიკური შიში ჰქონდა. ერთხელ ისეცემა სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა მთელი სახე, რის შემდეგაც ქუჩაში გამოაგდო. დაგვირეკა შეშინებულმა და ჩვენ მივაკითხეთ წამოსაყვანად.
დასისხლიანებული ქალის ნახვის შემდეგ ნათესავები ამტკიცებენ, რომ პოლიციას მიმართეს. შეატყობინეს, რომ ქალი ძალადობის მსხვერპლი იყო. ამ ძალადობის გამო მიმართა კიდეც სამართალდამცველებს დახმარებისთვის მისმა მამამ. დაწერა განცხადება პოლიციაში, რომ მის შულზე ძალადობდა სიძე მუდმივად. პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. არ ვიცით რატომ. დმანისის პოლიცია ამტკიცებს, რომ საქმე ცხელკვალზე გახსნა. ასე აკვალიფიცირებს პოლიციის შენობასთან ქალის მიტანილ ცხედარს და მკვლელის ქმედებას, რომელიც თავად ჩაბარდა. ჩვენ დავინტერესდით, სად იყო პოლიცია მთელი ეს წლები, როდესაც ქალს გამეტებით სცემდნენ და ოჯახი საჩივრებს წერდა. ცოლზე რომ ძალადობდა გულიები, რატო არ მიეცი აქამდე პასუხისგებაში თქო გეკითხა? არავის არ უძალადია? მთელი სოფელი ამბობს, რომ ქალს სცემდა და ფეხში შველი. სიცივეში დადიოდა გარეთ. რას ნიშნავს არ უძალადია? რას ნიშნავს არ უძალადია? კითხები გაქვთ პრესებს მიმართ. რას ნიშნავს არ უძალადია თქო, რას მეუბნებით? გულიები რამდენჯერ ყავდათ გამოკითხვაზე. მთელი სოფელი ამბობს, რომ ძალადობდა. ეს ადამიანი ამ დრომდე იყო თავისუფლებაზე. თქვენ რას მიკეთებდით? ოჯახის წევრების მონათხრობით დგინდება, რომ ქმრისგან ნაცემი და სახლიდან გამოგდებული ქალი ზამთარში ფეხში შველი ღია ცის ქვეშ არაერთხელ დარჩა. რა დროსაც ის ზემო ყარაბულახში მეზობლებმა არაერთხელ შეიფარეს. არაერთხელ გამოაგდო სახლიდან ფეხში შველი ღამით სიცივეში, ქარში და ყინვაში. ცემდა სისტემატიურად, უსწორდებოდა მეტალის ბლაგვის საგნებითაც კი, რის გამოც მთელი სახე დასისხლიანებული ჰქონდა. იყო შემთხვევა, როდესაც ელნარამ ღამის 4 საათზე ბიძაშვილს დაურეკა და დახმარებას თხოვა, რადგან იყო ქუჩაში ფეხში შველი და სასტიკად ნაცემი. შაბათის ეთერმა აღმოაჩინა, რომ დაგარახლოში მრავალშვილიანი წამებით მოკლული დედის პანაშვიდზე ახლა მკვლელობის ადგილიდან ჩამოსული ქმრის სანათესაოც იყო. ადამიანები, რომლებიც წლობით ქალის წამებას საკუთარი თვალით უყურებდნენ და შეტყობინება არც ერთ მათგანს პოლიციაში არ გაუკეთებია. Почему ваш брат убил свою жену? Почему ваш брат? Причина в чем была? Почему он не позвонил в полицию? Почему он не позвонил в медпомощь? Он вот такая, это просто будет. Если вот такая не будет. Когда вашего соседку били, почему не помогали все эти соседи, люди? Почему не помогали вашей соседке, когда муж выгонял из дома? Почему не помогали люди? Почему не обращались в полицию? Почему не обращались? Вы же все знали. დანაშაულის დაფარვა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია. სასტიკად მოკლული ქალის ოჯახის მტკიცებით, ის თვითმხილველები, რომლებიც ქალზე ძალადობას წლების განმავლობაში უყურებდნენ, დანაშაულს მიზანმიმართულად მალავდნენ. რადგან ზემო ყარაბულახში მცხოვრები 800 ადამიანიდან ყველა ერთმანეთის ნათესავი და ახლობელია. მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ ის ჩვენს გოგოს თურმე სულს სჯიდა. აგდებდა სახლიდან. შიშველი ფეხებით გარბოდა ნათესავებთან და იქ იმალებოდა. ყოფილა შემთხვევები, რომ ღამის 3 საათზე ნათესავები ადიოდნენ და არიგებდნენ და ისევ სახლში შეყავდათ. მთელი ეს სოფელი დიდი სანათესავოა. ყველა მიცის სინამდვილე რაც ხდებოდა, მაგრამ ისინი არასდროს იტყვიან სიმართლეს. ისინი მალავენ ყველაფერს, რადგან სამომავლოდ ერთმანეთთან რაიმე დაპირისპირება აირიდონ. ამიტომ ჩუმადაა ყველა. თითქოს არაფერი მომხდარა. ქალის სასტიკ მკვლელობაზე პასუხისმგებლები თვითმხილველების გარდა მისი ოჯახის წევრებიც არიან. გარდაცვლილის ძმები და მამა საცხოვრებლად ბაქოში არიან გადასულები. იყო შემთხვევა, როდესაც ქმრის მიერ სასტიკად ნაწამებმა ქალმა შველა მათ თხოვა. დღე არ გასულა, რომ მასზე არ ეძალა. რამდენჯერმე აქ მშობლიურ სახლში გამოიქცა. ერთხელ ძმებთანაც გაიქცა ბაქოში, მაგრამ ძმებმა და მამამ უკან დააბრუნეს. ამბობდნენ, რომ შვილების გამო. ეს ამბავი მხოლოდ ელნარას ტრაგედია არ არის. ყველა ქალის ტრაგედია, მთელი მსოფლის. ძალიან დიდი სიმწარეა, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 4 შაბათს ისვანდილ გულიევს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 10,000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა. დაცვა ამბობს, რომ ეს არ ყოფილა განზრახ მკვლელობა. სასამართლოში ვიშუამდგომლეთ დაცვის მხარემ 10,000 ლარი გირაო შეფარდებულიყო, თუმცა სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ წარდგა პოლიციაში სასტრაფოს წინაშეც თვითონ აქტიურობდა, არ გაითვალისწინა ეს დეტალები და პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ.
გულიევის უფლებადამცველი ამბობს, რომ სასტიკად მოკლული ქალის ოჯახის წევრები ახლა არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ დაკავებული 3 შვილის დედაზე განგრძობითად ძალადობდა. არასდროს არ უძალადია თავის მეუღლეზე და მსგავსი ფაქტის თაობაზე არანაირი ცუდი ინფორმაციაც არ გაგვიგია სოფელშიც. ძალადობა იყო თუ უბედური შემთხვევა იყო, ეს აუცილებლად სასამართლოში გამოკვლევის შედეგად გამოჩნდება. დაცვის მხარისგან განსხვავებით დაკავებული კაცის ბრალეულობაზე ეჭვი არ ეპარება და გარახლოში არავის. ახლა მთელი სოფელი სასტიკად მოკლული ქალის ქმრის სამუდამო პატიმრობას ითხოვს. ის ციხიდან არასდროს არ უნდა გამოვიდეს. ყველა ქალის მოთხოვნა, ვინც აქ არის, რომ მას სამუდამო პატიმრობა შეუფარდონ. მზის შუქი არასდროს არ უნდა ნახოს კაცმა, რომელმაც 3 შვილი ობლად დატოვა და მისი ცოლი სასტიკად მოკლა. 3 არასრულწლოვანი ახლა 86 წლის დიდი ბებიის იმედადაა. სულ ყველაზე პატარა ობლად დარჩენილი ბავშვი 3 წლისაა. სოფლის უხუცესები მიიჩნევენ, რომ ბავშვებზე მეთვალყურეობა სოციალურმა სამსახურმა უნდა აიღოს და გარდაცვლილი ქალის შვილები ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანონ. ახლა ყველაზე ცოდოები ბავშვები არიან. რა ბედი მოელის 3-ვეს არავინ იცის. მას ხომ არავინ ყავს აქ, ვინც ბავშვებს მიხედავს. ისინი უპატრონოდ დარჩნენ. კარგი იქნება თუ რუსთავში წაიყვანენ ბავშვების თავშესაფარში. განათლებას მიიღებენ იქ და გაიზრდებიან. აქ მაგათ ვინ ჩაიბარებს? ბებია მისი 86 წლისაა. არ მინდა რომ სახლში დარჩნენ, იმიტომ რომ ბავშვების მამა ციხიდან რომ გამოვა, ამ პატარებთან ერთად როგორ უნდა იცხოვროს, ვისაც დედა მოუკლა. სიუჟეტზე მუშაობის დასრულების შემდეგ შაბათის ეთერს დმანისის რაიონიდან დაუკავშირდნენ გარდაცვლილი ქალის ნათესავები. ელნარა ალიევას ბიძაშვილების თქმით, ქალი ორსულად იყო და ეს მკვლელმა მამაკაცმა იცოდა. ჭრილობის მიყენებამდე მას დაზიანებები მუცლის არეში მიაყენა, შემდეგ თავში და ბოლოს დანით დაჭრა. ის რომ ქალი ორსულად იყო, ამის შესახებ მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა. გამოდის რომ ქმარმა სასტიკად მოკლა 2 ადამიანი. მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია რომ ქალს დაზიანებები მთელს სხეულზე ჰქონდა მიყენებული, მათ შორის თავის არეშიც. ელნარა ალიევა ოჯახმა ბაქოში გადაასვენა. მას დედის გვერდით დაკრძალავენ.